მეცნიერებმა აფრიკაში შემთხვევით ჯუნგლების წვეულება გადაიღეს. კამერებში ჩანს თუ როგორ მიირთმევენ ველური შიმპანზეები ალკოჰოლის შემცველ ფერმენტულ ხილს. ადამიანის შემთხვევაში ალკოჰოლის სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ახლა როდესაც ვიცით, რომ ველური შიმპანზეები ეთანოლის შემცველ ხილს ჭამენ, კითხვა ასეთია: შესაძლებელია თუ არა, რომ მათაც მსგავსი სარგებელი მიიღონ ალკოჰოლისგან? კადრებში ჩანს, რომ შიმპანზეები არა მხოლოდ ფერმენტული აფრიკული პურის ხილით იკვებებოდნენ, არამედ უზიარებდნენ კიდევაც მას ერთმანეთს. მიიჩნევა, რომ ადამიანებმა ალკოჰოლური სასმელების დამზადების დაწყებამდე მისი მიღება ბუნებრივად ფერმენტირებული ხილიდან დაიწყეს, დაახლოებით ისე, როგორც ამას ახლა შიმპანზეები შვებიან. კვლევრებმა აღნიშნეს, რომ შიმპანზეები საკვებს იშვიათად უზიარებენ ერთმანეთს, ამიტომ ფერმენტირებული ხილის შემთხვევაში მსგავსი ქცევა გამორჩეული შეიძლება იყოს და რა გარკვეულწილად სოციალურიც. ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ვარაუდს, რომ ალკოჰოლის მოხმარება კაცობრიობაზე უფრო ძველია. ალკოჰოლს შესაძლოა უძველესი ფესვები ჰქონდეს როგორც ჰომო საპიენსებში, ისე მონათესავე სახეობებში, ნეანდერტალებსა და ჰომო ერექტუსებში და ვინც ის მაიმუნებშიც კი.